რა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს რეინკარნაციის ჯერა მე მგონია ეს არის ადამიანის ქვეცნობიერის და დაცემული ბუნების მცდელობა, რომ როგორმე ეხლა არ იცხოვროს კარგად ქრისტიანულად. ეხლა ქრისტეს არ დაემსგავსოს, ძნელია. ამიტომ თავის თავს ანუგეშებს რეინკარნაციით, რომ ნუ ეხლა შეიძლება როგორც ხარ და მე კიდე, მაგრამ ავიწყდება, რომ რეინკარნაცია ჩვენთან აღმოსავლეთის რელიგიიდან შემოსული რელიგიური მოძღვრებაა. და ის ორიგინალში კარგი რამე კი არ არის. ორიგინალში რეინკარნაცია ეს არის ცუდი რაღაცა და ნიშნავს, რომ კარგად ვერ იცხოვრე, ამიტომ კიდე უნდა ეცადო და ანუ მთელი აღმოსავლური, რა ვთქვათ, ბუდიზმი ცდილობს აღმოსავლური რელიგიები ცდილობენ განთავისუფლებას ამ რეინკარნაციისაგან. ანუ ეს როგორც შავი ჭირი ისია იქ და ჩვენთან სიკეთით შემოვიდა. სასაცილოა, წარმოედგინე. ერთი-ორი სიტყვა შტაინერის მოძღვრებაზე. შტაინერის მოძღვრება ეს არის რაღაც სინკრეტული მოძღვრება, სხვადასხვა რელიგიების ნაკრებია. მან თავის ტაძარიც კი ააშენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწვა, სადაც ყველა წარმართული კერპი იყო და მათ შორის ქრისტეს განდაკებას ჰქონდა. ვისთვის ქრისტე არ არის ღმერთი, ეს არის სული, მზის სული. ჯერ იმისა და რელიგია რა ვთქვი, როცა მზეს რაღაცა სული აქვს. და მე კიდე ქრისტე ქვია იმ სულს და მე შტაინერის მიმდევრები ამბობენ ქრისტიანები ვართო. ეგენი არიან, რა ვიცი, რას ნიშნავს ახლა, ანუ როგორ შეიძლება 21 საუკუნეში გჯეროდეს? აი ეგ არის 21 საუკუნეში ადამიანს შეიძლება ჯეროდეს, რომ მზეს სული აქვს. რა ვიცი. მე ჩვენა ვართ ბნელები, კაცო, და ეგენი ნათლები რა სული აქვს, ვერ გავიგე. მზე არის გავარვარებული აირის ბურთი, სადაც მიდის რაღაც თერმობირთული რეაქცია, რომელიც ჩაქრება და მორჩა. ასე რომ აი ეგ არის და სხვათა შორის იგი ებრძვის ქრისტეს აღდგომას და სხვათა შორის ქრისტეს აღდგომაზე რო საუბრობს, ათეისტურ ლიტერატურას იყენებს პირდაპირ ერთ-ერთზე გადააქვს. ნუ თქვენ გასაჭეთ ახლა. მაცხოვრება თავი თვითონ აღადგინა მკვდრეთით. თუ მამა ღმერთმა, პავლე მოციქულთან არის ადგილი, სადაც ამბობს, რომ მამამ აღადგინა. მამის ნება და ძის ნება არის ერთ და იგივე. ამიტომ ეს ერთ და იგივე. გესმით? ქრისტიანული ღვთისმეტყველება გვეუბნება, რომ ნება არის ბუნების თვისება. და ბუნება ერთია, მამას, ძეს და სულიწმინდას. ამიტომ აღადგინა მამამ, აღადგინა ძემ, ეს ერთ და იგივეა. რა არის, იმიტომ რომ ერთი ქმედება აქვს ამებას. რა არის ქრისტიანისათვის ყველაზე მთავარი მიზანი? სხვადასხვანაირად გამოიხატება ეს სიტყვიერად, ეს არის მარადიული მყოფობა ქრისტესთან ურთიერთობა, სულიწმინდის მოხვეჭა, სასופევლის დამკვიდრება, რომელიც სწორედ ყოვლადწმინდა სამების სიახში ყოფობას ნიშნავს. ამ სოფელში ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სული, გული რომ გახდეს ყოვლადწმინდა სამების პირდაპირ ამბობს უფალი, ჩემს მორწმუნე სულიწმინდაზე საუბრობს, რომ და მამაზე და თავის თავზე საუბრობს, რომ ის ვინც ქრისტეს მორწმუნეა, მას შეიყვარებს მამა, მერე ქრისტე ამავე დროს ევედრება მამასაც და საბოლოო ჯამში მამა, ძე და სულიწმინდა მკვიდრდებიან ამ ადამიანში. და ეს ვლინდება იმაში, რომ ადამიანის გული ხდება მადლის წყარო, საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადული სიცოცხლისკენ. იოანე მახარებელთან ეს ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი აღწერილი. და ადამიანი ხდება ტაძარი ღვთისა. და სულმან ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანი ამას გძნობს მერე და თუ ადამიანი ამას არ გძნობს, იჯერ ქრისტიანი არ არის. აი ეს არის. როგორ აღვიქვათ გლობალიზაცია, რამდენად სწორია ამერიკის ან სხვა ქვეყნების მიმართ ჩვენი მინდობი დამოკიდებულება. ქრისტიანული და მე არ ვენდობი, ვინ გითხრათ? ვისი მინდობა? მე არ ვიცი, ვინ ენდობა ამერიკას. საერთოდ ბიბლიაში არის ეს სიტყვები, წყეული იყოს კაცი კაცის მოიმედე. აქ ამერიკელ ხალხზე არ არის. ამერიკელი ხალხი სხვათაშორის ძალიან საინტერესოა. მე მახსენდება, სულ ბოლო პერიოდში მქონდა ამერიკელი ცოლ-ქმარი იყო ჩამოსული და ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა და ძალიან კარგები არიან და შემთხვევითი არ არის, რომ ეფრემ
ეფრემ არიზონელმა, ანუ ეს არის ერთ-ერთი არიზონელი ქვია და ისე ფილოთებელი იყო, ეს ათონელი მამა, რომელიც იოსებ ისიხასტის ჯერ კიდევ ამ ქვეყნად ყოფი მოწაფეა, უგერმა ასაკშია, გირჩევთ მის ყველა ნაწერი წაიკითხოთ, 19 მონასტერი. და თვითონ მონასტერი არის ათონის ტიპის უზარმაზარი მონასტერი ამერიკაში გახსნა და უამრავი ამერიკელები, გესმით, ამერიკელი ხალხი ძალიან კარგი ხალხია. მაგრამ როცა საუბარი ამერიკაზე ამ შემთხვევაში მის პოლიტიკაზეა საუბარი და მის პოლიტიკა რავის არის რასაც კი შეეხო ყველაფერი აიმღვრა და გაუბედურდა და ეს ისლამური სახელმწიფოც არის წარმონაქმნი სწორედ აი ამ ჩარევების ანუ იქ წონასწორობა აღმოსავლეთში წონასწორობა საუკუნეები წონასწორობა შენარჩუნებულია და უცებრო ჩაერევი და იქ შენ მოინდომებ რომ ხელისუფლება შეცვალო იმიტომ რომ დიქტატურა არისო ხო და რას ნიშნავს დიქტატურა მე ერთხელ ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ ვკითხე დიქტატურა გამიმარტეთ მეთქი რა არის კაცო ის ლივიის პრეზიდენტი კადაფის დროს ესე იგი ჯანდაცვა უფასო განათლება უფასო თითოეული ადამიანი ყოველ შვილზე უზარმაზარ კომპენსაციებს იღებდა ფაქტობრივად არანაირი სამოთხე ქონდა სწავლის შესაძლებლობა სადაც გინდა როგორც გინდა აბსოლუტური თავისუფლება ქრისტიანები ცხოვრობენ არავინ არ ავიწროებს თავისუფლად არიან კადაფი არის დიქტატორი იმიტომ რომ ხელისუფლებაშია დიდხანს მაგრამ რეალურად ტერორიზმი არაფერი აბსოლუტურად აი სამოთხე დედამიწაზე სამოთხე და საოცარი ის იყო რომ როგორი გამძვინვარებით კაი მოკლეს მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენეს უკვე მიცვალებულს ის ხალხი რომლებიც მის მიერ შექმნილი სახელმწიფოში და დაზღვევით არსებობენ, ცხოვრობენ, უფასო განათლებას იღებენ, ის ხალხი მერე ძაღლებივით მიესევენ და ჯიჯგნიან. და დღეს რა ხდება, აი კატასტროფა არის. ლივიაში ქრისტიანებს თავებს აჭრიან და ასე შემდეგ და ასე. ანუ შენ როცა რაღაცა ტექნიკური თვალსაზრისით ან იურიდიული კუთხით აფასებ, რომ აქ არის დიქტატურა, ბიჭო, გაანებე თავი რა. გაანებე, ეს არის იმ რეგიონისათვის დამახასიათებელი არსებობა, პოლიტიკური წყობა. გაანებე თავი, წონასწორობა, მშვიდად ცხოვრობენ ადამიანები, კეთილდღეობით არის. შენ ავთობს არ გაძლევენ, შენ რო გინდა ისე, ბოდიში. შეეხნე და ნახე რა უბედურება მოხდა. მე ხო პოლიტიკოსი არა ვარ და მე ვარ ქრისტიანი. ანუ მე უფალი მასწავლის ესეთ რამეს, რაც საკუთარი თავისთვის არ გინდა, სხვას არ უსურვო. მე რაც არ მინდა ჩემი თავისთვის არ უნდა უსურვო ერაყში, ლივიაში, სირიაში მცხოვრებ ქრისტიანს, ხო სწორია? როგორ შემიძლია მე უსურვო იქაურ ქრისტიანს ის რაც იქ ხდება? იმიტომ რომ მე არ მინდა ნამდვილად ეხლა აქ ისლამური სახელმწიფო რაღაც უბედურება შემოვიდეს და ესე იგი ჩემ შვილს თავი მოაჭრან ჩემ თვალწინ თუ არა და სანაცვლოდ თხოვენ წვენის უარყოფა თუ ქრისტეს უარყოფ შვილს გადამირჩენენ თუ არა და ჩემ თვალწინ პატარა გოგონას თავს ჭრიან ეს კადრებიც იყო და ეგეთი შემთხვევები ძალიან ბევრია გესმით ეხლა მე ხო არ მინდა ჩემი თავისათვის არ მინდა იმათვის ხო და ეს არის შედეგი სწორედ აი ამ ხელოვნური ჩარევის რას უნდა მინდო მე არ ვიცი როგორ უნდა მოიპოვოთ ბედნიერება ბედნიერების წყაროს დავეწაფოთ რომელიც არის განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე ოღონდ ეს დარჩება ლოზუნგად ან ყალბმოწოდებად თუ ადამიანი მიზანმიმართულად არ დაიწყებს ფიქს როგორ მქონდეს პიროვნული ერთობა ქრისტესთან აუცილებლად მიადგება ორ რამეს ეს არის ასკეზაში მიადგება სიმდაბლის მოპოვებას და სწავლას ანუ სიმდაბლისკენ მიდიხარ მაშინ როცა შენ თავს ხედავ ადამის მდგომარეობაში და მეორე გონიერი ლოცვა როგორ გახდით მამაო მოაი იცი ამ გადასახედიდან რომ უყურებ მე მგონია რომ უფალმა სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვა მაგრამ ეს ძალიან დიდ ტკივილებთან იყო ასოცირებული, ეს დაკავშირებული. მღვდლობამდე ჩემი ღვთის ძიება, წარმოგიდგენთ მე დავიბადე ხრუშოვის პერიოდში და მთელი ეს ათეიზმის წნეხი, რაზეც ვამბობდი, რომ ადამიანი იბადება ესეთ გარემოში, სადაც ღმერთი საერთოდ არ იგულისხმება. არა თუ ებრძვიან, რომ ებრძვი კიდე რაღაცა იგულისხმება, საერთოდ არ იგულისხმება. არც eta მიმართულებით ასეთ დროს ხო შენ მე მორწმუნე გახდე არის ძალიან რთული. თითქმის შეუძლებელია. და ფაქტურად ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ხო მყავს ძველი კლასელები, მეგობრები, ბრეჟნევის ეპოქაში არიან ჩარჩენილები, რომ მე მათ რო ხვდები, მე ხედავ ჩემ თავს.
ანუ ისე ლაპარაკობენ, ისე მეტყველებენ, როგორც მე იმ დროს. იმიტომ რომ მათ რწმენა არ მიეცათ, არ ვიცი. ანუ შეუძლებელია, რომ არ ვიცი რა ამოხდა ჩემთან, მაგრამ დიდი ტკივილებიდან გამომდინარე, დიდი განსაცდელებიდან გამომდინარე, რომელიც მე ვიცი და უფალმა მარტო არავინ, ღმერთი იწყებს ჩემ ცხოვრებაში ჩარევას, ოღონ ისე რომ ჩემ თავისუფლებას იოტისოდნათაც არ ეხება და ეს ჩანს იქიდან, რომ ეს ჩარევა დაიწყო 19-20 წლის ასაკიდან და 29 წლის ასაკში გავხდი ეკლესიური. ხედავთ, რამხელა პერიოდი გავიდა, იმიტომ რომ არ მაძალებდა. ანუ არ იყო ესეთი ტიპის გამოცხადებები, რომ ეხლა შენ თუ მორწმუნე არ გახდები, ასე თუ არ იზავ, ისე თუ არ იზავ, მაგრამ მიზანმიმართულად იყო ესე იგი, ეს რომ ცხოვრებას ისე რომ გილაგებს, რომ სხვა გზას არ გიტოვებს, დიდი განსაცდელები და ამავე დროს პრინციპში ახლა რომ უყურებ, ჩარევები თითქმის გაჩერდა ესა. თითქმის გამოცხადება შეიძლება ითქვას. ისეთი არა, ერთი მათგანი არა, პრინციპში იყო ეს შეიძლება ითქვას დასაწყისში, ეს იყო საოცრება, რომელიც დღემდე აი როგორც ესეთი ნათელწერტილად მაქვს ჩემ ცხოვრებაში, პირველი ბიძგი სწორად აქედან იყო, პირდაპირ გეტყვის რა უნდა აკეთო და ესე და მე 29 წლის ასაკში მე ღდულობაშიც იყო ეს განსაცდელები და ყოველი განსაცდელის მერე რაღაც ახალი ეტაპი ეწყებოდა სულიერ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ღდულობას რა პრობლემა, ღდელი კი გახდი, მაგრამ რა იცი რომ? აი გახდი ღდელი და არაფერი არ იცი მაინც. იმიტომ რომ ვერცად ვერ ისწავლი, საქართველოში პრობლემაა. ეხლა კიდე რაღაც შეიძლება და 90-იანი წლების ბოლოს სერიოზული წიგნებიც კი არ იყო წესიერად. სახარებებიც კი არ იყო წესიერად. აი ქსეროქსზე გადაღებული სახარებები გქონდა. მიდი აბა რამე ისწავლე. არავინ არაფერი არ იცოდა. ხოდა ესე რა ვიცი აბა, აი. დღეში რამდენი საათი შეიძლება ლოცვაში გაატაროს ადამიანმა ერში 24 საათი. ხო, აბა, იმიტომ რომ ლოცვა თუ ის კი არ არის მარტო ხატებთან რო გახარ. ამ პატარა სკამზე დაждები სიბნელეში ღამე და იესოს სკმილს დაიჭერ. ლოცვა არის მდგომარეობა, როცა შენი გული ავტონომიურად სულ ღმერთთან კავშირს ცდილობს. ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ჩვენი ლოცვა იყოს 24 საათიანი. ეს ხო გიფიქროს, აბა საქმე აღარ ვაკეთო. ჩვენ ისეთი საქმე რა ვთქვი, რომელიც ღმერთთან ყოფნას მიშლის. ეს ერთი. ხო და ერთხელ მახსოვს მორწმუნეები ვზივართ იქ სასულიერო პირებიც არიან და სუფრაზე ვზივართ ეხლა და მე არ ვსვავ. მაინც რაღაცა მარგარ მიკითხოს. ნუ ერთ ჭიქას რაღაცას. ხო და იქ წამოიწია თემა, რაღაც ძალიან სულიერი თემა წამოიწია, ისიხაზმის, გონიერი ლოცვა და იქ იყო ესეთი ნათქვამი რა, კარგისგან ნათქვამი იყო, მაგრამ ეხლა აქ სუფრაზე როცა ვჭამთ, წვავთ და ვსვავთ ღვინოს, ესეთ თემები, ამ თემებზე საუბარი რა წესია. და მღვდელმა ძალიან კარგად თქვა, რომ იქ სადაც ამ თემებზე საუბარი არ შეიძლება, იქ ჩვენ მაშინ არ უნდა ვიყოთ. ესია. ანუ ყველგან ადამიანი მანქანას უატარებს, გვერდზე მჯდომს, ხო შეიძლება რომ სულიერ თემებზე ესაუბროს. რაღაცა, აი თქვა სიყვარული აუხსნას გოგონას, გაიცნო, გოგონა უყვარს, სადღაც მიდიან და სიყვარულს უხსნის მანქანაში. ეს მომგებიანია, რომ ესად ვერ გაიქცევა, რომ მოძრაო. ხო და ესე იგი მაგრამ მისი თვალები, მისი ხელები, მისი ტვინის ფუნქცია, მისი ფეხები დაკავებულია მანქანის მართვით. აბა როგორ ესაუბრება სიყვარულზე? გულით. ანუ გული ავტონომიური რეჟიმში ახერხებს, რომ უმაღლეს მატერიებზე ესაუბროს თავის საყვარელ არსებას. ხო სწორია? აი ესეა. ასევეა, შეიძლება ჩვენ ვაკეთოთ ყველაფერი და გული ავტონომიურ რეჟიმში ღმერთთან იყოს. როცა ანერიულებული ვარ, ლოცვის წიგნებს ვერ ვეკარები, ძალა მეკარგება, როგორ მოვიქცეთ? იმიტომ ვერ ეკარები ლოცვის წიგნებს, რომ ლოცვის წიგნები შენთვის არის არა ღმერთთან საუბარი, არამედ წესის შესრულება. აბა შენეცადე რომ როცა ანერიულებული ხარ, შენი ნერვიულობის მიზეზი და შენი ტკივილი და ეს ყველაფერი ქრისტესთან მიიტანო და შენი სიტყვებით, აბა უფალო შემეწიე, შემიწყალე, აი ეს პრობლემა მაქვს, ეს თუ ისიც რომ აი ლოცვასაც ვერ ვახერხებ, აბა მიდი. აბა მიდი და ეს შეიძლება მე იესოს ლოცვაში გადაგივიდეს. მე შეიძლება ტექსტიც აიღო და ყოველი სიტყვა როგორც შენი მიუტანო. აბა ეს არის შვება, ღმერთი რო გიშოლის, ისე ვინ გიშოლის, მაგრამ ჩვენ გონია ლოცვა ეს არის. აგრე არ გამოვა. რაფერ წესს ვერ შეასრულებ.
მაგრამ ტკივილი მიიტანე უფალთან. რატო იტოვებ გულში? ღმერთზემ, ანუ როცა ადამიანს განსასწრელი და ტკივილი აქვს, ეს არის ყველაზე ძლიერი საშუალება, სტიმული, რომ ეძებო გამოსავალი ღმერთში. აუცილებლად ხა ჯვარი წერია ბიჭს რა დაიწყოს. და ეხლა იგზის ადამიანი და აცალეთ, აიღოს დაუჯდომელი. ესეც დასაწყისი ლოცვები უნდა ვთქვა. ჯერ მეტანია. ან სად ფიქრობ და ლოცვის წიგნები გადაფუსლა და ლოცვა ვედრება საშინელი მიწისძვრის დროს. ხო გესმით? არამედ რას იზავს? უფალო შეგვიწყალე, უფალო, იცი რა ლოცვა ექნება, საზგახეთ გავს. ეს ახლა მე ცოტა გავაფორმე რომ მაგრამ პატერიქში არის აღწერილი ერთ-ერთ მონასტერში მორჩილი გამოცდილი ბერია და მორჩილია და ეს მორჩილი სასწავლის რომ მუდმივად კონდეს ლოცვა უფალო შეგვიწყალენ ანუ უფალო იესო ქრისტე შემიწყალენ ანუ ეს მოკლე ისიხასტური ლოცვა სუ ხოდა ერთხელ რაღაც საქმეზე ეს მორჩილი გააგზავნა დედაქალაქში ეს ალბათ ბიზანტიაში ხდება ალბათ და დიდ ტაძარში და უცებ დაეხტო მწუხ ცისკარს და ნუ ახლა ვისაც უნახია ეს ბიზანტიური ღვთისმსახურება, რაღაც ათონზე ხო რომ საოცრება, ეს არის გუგუნებს, ზეცა იხსნება, ეს არის ფანტასტიკა. ხოდა თქვა რომ აი ეს არის, აბა რა მინდა ეხა იქ. აი ეს არის ნამდვილი მსახურება, ეს არის ნამდვილი ლოცვა. თუ უცებ დაიწყო მიწისძვრა. და ეს ტაძარი ირყევა ხალხი გარბის და უცებ უფალო შეგვიწყალი უფალო შეეშინდა მიწისძვრის ტელეფონსაც კი ეშინია მიწისძვრის ხო და აი ეს მიხვდა მე რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ეს ყველაფერი ბრწყინვალება ხდება მეორე ხარისხოვანი იმიტომ რომ ეს ბრწყინვალება თავისთავად თვითმიზანი კი არ არის ბრწყინვალება ადამიანს განწყობებს უქმნის რომ ის თავარი დაიწყოს და იმ ღმერთშემოსილ მამასთან ეს თავარი უკვე იყო და წავიდა და სინანული ჩენდობა ითხოვა განკითხვისათვის რაც შეეხება ექსტრემალურ სიტუაციას, დამეჯერეთ, რომ მიწისძვრაზე უფრო ექსტრემალური სიტუაცია არის ის, რომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, ღმერთი თუ არ ვიპოვეთ, ვიღუპებით. ამას დიდი ექსტრემალური სიტუაცია არ არსებობს. ამიტომ უფალი შეგვიწყალე უნდა იყოს რამდენი მოკაკმამი. ეს ავიკითხო ჯერ? ბაბას თუ ბოლოში ამოდე შანსი აღარაა. ყველა მოგეცოთ. ყველა დღე ახალი განსაცდელები მოდის, როგორ გაუძლოთ გვასწავლეს. განსაცდელი, წმინდა წერილში წერია. განსაცდელი ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ ისწავლოს მოთმინება. ხოლო მოთმინება ადამიანს განაწყობს იმედის ტალღაზე ამყოფებს, რომ ითმენ, აი ეხლა და იმედი. ხოლო სადაც იმედი ჩდება, იქ უკვე შემოდის ღმერთთან ურთიერთობა. გესმით? აი ესია. მე არის განსაცდელების სხვადასხვანაირი. საერთოდ განსაცდელს ადამიანი ღვთის მადლით უპირისპირდება. ქრისტიანობს, ჩემგან ისწავლეთ, მშვიდი ვარ და მდაბალი გულით. სიმშვიდე, ოღონ არა ნერვიული სისტემის გრადობაზე აგებული სიმშვიდე, არამედ მადლით სიმშვიდე, როცა ადამიანის შინაგანი სამყარო ქრისტეს ემსგავსება, მადლი იმდენად ძლიერია, რომ შენ უკვე სამყაროს და მათ შორის განსაცდელს ქრისტეს თვალებით უყურებ და როგორც კი ქრისტეს თვალებით უყურებ, როგორც ქრისტე ვერ შეშფოთდებოდა, ისე ვერ შეშფოთდები შენ. და შენ უკვე ხვდები მშვიდად რო ხარ. ეხლა უნდა დაუთმო განსაცდელს თუ რაღაცა იაქტიურო. ან თუ იაქტიურო რა მიმართულებით. მშვიდი ადამიანი ყველაფერს სწორედ საზღვრავს. იმასაც ხვდება, რომ აქტიურობას აზრი არ აქვს, უნდა გაჩერდე, დაუთმო და მიუტევე უფალსა ზრუნვაი და მან გამოგზარდო შენ. გესმით? აი ეს არის. ამიტომ გონიერი ლოცვა არის წამალი ყოველგვარი განსაცდელის გამკლავების. როგორ მოხვდებით საათას სასუფეველში? აი ამ ცხოვრების წესით. თუ რაღაც ბოლოს მოგცა, ამან შანსი არ არის და ტყუილა ხო არ იწვალა. ხომ არ არის უფლისათვის სათნო, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ადგილას, სადაც იშუნენ, რადგან უწმინდეს ძამას გვიქადაგებთ. ხოდ განგვიმარტოთ ეს საკითხი. ასევე შიდა მიგრაციის შესახებ. ქვეყნის შიგნითაც ხომ არ უნდა ცხოვრობდეს ერთი
სანათესაო მუდამ ერთ ადგილას ერთი გვარი. ცა შიდა მიგრაცია ჩვენთვის საშიში არ არის, იმიტომ რომ ყველანი ქართველები ვართ და ქართული კულტურა დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, ჩრდილოეთშიც, სამხრეთშიც ერთიანია, ქრისტიანულია ეს კულტურა. რაც შეეხება გარე მიგრაცია ჩვენთვის ძალიან საშიშია. როცა მივდივართ, იმიტომ რომ იქ კარგავთ ჩვენ ქართულ და ქრისტიანობას როგორც კი კარგავთ, იქ ქართველობასაც კარგავთ და გარე მიგრაცია აქეთ ასევე საშიშია, იმიტომ რომ ის ძირითადად უცხო ელემენტებს შეიცავს, როგორც ჩვენი რელიგიისათვის, ისე. და თან პლუს ამ გარე მიგრაციას ცოტა გარე შეგნებულად ჩარების და ესეთი გარე სამყაროს ექსპანსიის და სუნი აზდის, ასე რომ ეს ძალიან საშიშია. რატომ არის აღდგომის წყინვალე დღესასწაული მოძრავი? იმიტომ რომ ის ტრადიციულად უკავშირდება ებრაულ პასექს. აღდგომა მოხდა პასექის მერე. და პასექი მოძრავია, ეს ტრადიციულად ესია. და ამიტომ შესაბამისად მიბული აღდგომაც მასზე, რომ ეს ისტორიული რეალობა დაცული იქნას. შეგიძლიათ გითხრათ ერთ-ერთი ტაძრის უსანეთის წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ, ანუ რატომ ან საიდან დაერქვა ამ ტაძარს უსანეთი. სამწუხაროდ მე არ ვიცი ეს ისტორიკოსმა შეიძლება იცოდეს. ჩემს ირგვლივ იძახიან წამოდი ეკლესიაში, იცი რა კაია. როდესაც ვეკითხები თუ რა არის კარგი, პასუხს ვერ ვიღებ. იქნებ გამგვიმარტოთ, რატომ არის კარგი ტაძარში სიარული. მოკლე პასუხი ესეთია, რომ ტაძარში სიარულია კარგი იმიტომ, რომ ტაძარში მისვლით გეძლევა შესაძლებლობა, მხოლოდ შესაძლებლობა და არა გარანტია, რომ გახდე ეკლესიის წევრი. რა არის ეკლესია? ეკლესია ეს არის ქრისტეს სხეულის გაგრძელება. ეკლესია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტე ამბობს, რომ მე დავაარსებ ჩემს ეკლესიას, ანუ ჩემს საკრებულოს, ადამიანთა ერთობას, რომელსაც ჯოჯოხეთის ბნელი ზარები ვერ დაამარცხებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესია რა არის? ღმერთი ადამიანად რომ მოვიდა, ეს ნიშნავს უკვე ლოგიკურ გაგრძელებას, რომ ეკლესია უნდა დაარსებულიყო. რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩემი პიროვნება მოიცავს ჩემს ბუნებას, ასევე ღმერთის პიროვნება მოიცავს, თქვა ზეღმერთის ამ შემთხვევაში მოიცავს ღვთაებრივ ბუნებას და 2000 წლის წინ ზეღმერთის პიროვნება, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას მოიცავს, მოიცვა ადამიანური ბუნებაც, რომელიც ქალწულ მარიამისაგან მიიღო. ამიტომ, როგორც ჩემი პიროვნება რეალიზებას ახდენს ადამიანური ბუნებით და ზეღმერთი რეალიზებას ახდენს ღვთაებრივი ყოვლისშემძლე ბუნებით, ასევე 2000 წლის წინ უკვე და მას შემდეგ ზეღმერთი თავის პიროვნების რეალიზებას ახდენს ადამიანური ბუნებითაც. მაგრამ ეს ადამიანური ბუნება არის რაღაც ცალკე აღებული კი არა, არამედ საერთო ადამიანური ბუნებიდან ამოღებული. ხოლო საერთო ადამიანური ბუნება რას ნიშნავს? ჩვენ ვართ ვაშლის ხე რო წარმოედგინო და ვაშლის ხე, ვაშლები, თითოეული ვაშლი არის ერთი ბუნების, იმიტომ რომ ყველა ერთი კურკიდან არის ამოსული, ხო? და ყოველ სეზონზე ხო ვაშლებს ისხავს, ყოველი ვაშლი, რომელ სეზონზეც არ უნდა მოისხას, ოდესღაც ის ერთი კურკა რო იყო, იქიდან არის აღმოცენებული, ყველას ერთი ბუნება აქვს. ჩვენი ის ერთი ფესვი არის ადამი, ყველანი ადამიდან აღმოცენებულები ვართ. ამიტომ შენი ბუნება, ჩემი, იმისი 2000 წლის წინ რო იყო დაბადებული, 7000 წლის წინ რო იყო დაბადებული, შემდეგ რო ყველას ერთი ბუნება გვაქვს. აიღო ეს ბუნება ქრისტემ თავის თავში, რადგან მოაქცია თავის პიროვნებაში და თავის რეალიზება როგორც კი დაიწყო მან ადამიანური ბუნებით, იმ წამსვე მოხდა მისი გააღმრთობა, ხო? და შემდეგ ეს გააღრთობილი ბუნება მოქცა ჩვენ, როგორ მოქცა? ზიარების საიდუმლოებაში. ადამიანი რო ჭამს, ეს საჭმელი მისი სისხლი და ხორცი ხდება. თუ არ შევჭამე, ეს ჩემი სისხლი და ხორცი არ გახდება. უფალს უდევს პური და ღვინო, უნდა შეჭამოს, ის ხო ჭამდა, უნდა შეჭამოს და გახდება მისი ხორცი და სისხლი და უცებ ამბობს. არ ვჭამ ახლა მე ამას ვაკურთხებ და ეს ჩემი სისხლი და ხორცი გახდება არა ჭამის შედეგად, არამედ კურთხების შედეგად. მე ასახ შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ღმერთი ყოვლის შემძლეა, ყოვლის შემძლეობით მან ეს გააკეთა. და თქვა, რისთვის გააკეთა? შეჭამე შენ. აი როგორც კი შენ ამას შეჭამ, შენ ჩემი ხორცის ნაწილი ხდები, იმიტომ რომ ჩემი ხორცი და სისხლია ჭამის გარეშე გავაკეთე მე ეს. და შენ ჩემი გაგრძელება ხდები. შენც დაგვივალ ეს უნდა აკეთოთ, სულ სანამ მე მოვალ ეს უნდა აკეთოთ. ვინც ამას აკეთებთ,
თქვენ ხართ ეკლესია, ჩემი სხეულის გაგრძელება. პავლე მოციქული ამბობს. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. ანუ ტაძარში მისვლით შეგეძლება შესაძლებლობა გახდე ქრისტეს ადამიანური ზღმერთის ადამიანური ბუნების გაგრძელება და გეძლება შესაძლებლობა აქედან გამომდინარე უკვე ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა. ანუ ეკლესიაში ჩვენ მივდივართ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისათვის. აი ამისთვის მივდივართ. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა გარკვეული ხელშეწყობა იგივე ღვთისმსახურებაში, თუ როგორ მიმდინარეობს ეს და ასე შემდეგ. იესოს ლოცვის სიტყვებით უფალი იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, კონცენტრაციის მიზნით წარმოვიდგენ ვერტიკალურ ძელს, ხოლო სიტყვებით შემიწყალე ცოდვილი ჰორიზონტალურს. ამდენად სწორია ეს. მე არ გირჩევდით ამას. ნებისმიერი ვიზუალიზაცია ლოცვაში არის მავნე. ნებისმიერი ვიზუალიზაცია მავნეა, არ ჭირდება ადამიანს ეს. მეცაც გეტყვით, თქვენი ყურადღება არ უნდა გავიდეს თქვენს გარეთ, თქვენ უნდა იყოთ თქვენ შიგნით. გრიგოლ პალამასი ამბობს, რომ თქვენ ლოცვისას ნუ გადიხართ გარეთ. არსებობს ანატომიური გული. არსებობს ანატომიური გულის ზედა ნაწილი. სავარაუდო ღმერთთან შეხვედრის სავარაუდო ადგილი არის ანატომიური გულის ზედა ნაწილი. სავარაუდო იმიტომ, რომ მას ვერ იპოვი შენი მეცადინეობით. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ღმერთმა გაპოვნოს ეს ადგილი, მაგრამ ჩვენ სავარაუდო ადგილას გვაქვს ყურადღება და ღმერთთან გვაქვს მხოლოდ ვერბალური კავშირი. იმიტომ რომ სიტყვა საკმარისია ჩემი სულის ენერგია რო ჩავდო მასში და მეტი არაფერი არ მჭირდება. როგორც კი ვიწყებ ვიზუალიზაციას, მე ვქმნი ხელოვნურად ვქმნი რაღაც გარემოებებს, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს და ეს არის ძალიან საშიში, არ ჭირდება ადამიანს. თქვენი საუბრად სეკულარულ საზოგადოებას, რომელსაგანაც ხშირად ისმის ესეთი სიტყვები, ჩვენ ღმერთი უნდა გავიყვანოთ საჯარო სივრციდან. დღეს ამ საჯარო სივრცეში ღმერთის ქრისტეს ხსენება უხერხულობას იწვევს. რას გვეტყვით ამაზე? რას უპასუხებთ ასეთ დამოკიდებულებას? მე ძალიან კარგად მახსოვს ის საზოგადოება, სადაც საჯარო სივრციდან გასული იყო რელიგია, ტერორის გზით. და ჩვენ ვღებულობდით ადამიანებს, რომლებსაც შეელოთ ნებისმიერი უბედურების გაკეთება. მაგრამ მაშინ რაც იცავდა ეს ავბედითი საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენ საზოგადოებას იყო ის, რომ საბჭოთა კავშირში რაც არ უნდა გასაცვიფრებლად მოგვეჩვენოს ეს, არ ეხებოდნენ ადამიანის ზნეობას. პირიქით, იყო მთელი რიგი პროპაგანდა, იყო პროპაგანდით სტიმულირებული იყო ზნეობრივი ცხოვრება. მეცაც გეტყვით, აბორტის გაკეთება იყო რთული. ხო, ყველა აკეთებდა მაშინ, ყველა იკეთებდა თითქოს, მაგრამ ესე ადვილი არ იყო. იქ სპეციალურად მუშაობდნენ თითოეულ ადამიანთან, რომ მას ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ანუ არ იყო რელიგიური ცხოვრება, მაგრამ იყო ზნეობრივი ცხოვრება წახალისებული. ამან გადაარჩინა მაშინდელი ხალხი და მათ შორის საქართველო. დღეს თითქოს არ არის აგრესიული ათეიზმი, მაგრამ არის აშკარა ბრძოლა რელიგიისადმი, ოღონდ სხვანაირი ფორმით და პლუს წახალისებული არაზნეობრივი ცხოვრება, არამედ უზნეო ცხოვრება. ყველაფრიდან, ტელევიზიიდან და მაშინდელი ტელევიზიები რო იცი, ახლა ახალგაზრდებს მიმართავ. თქვენ რომ მაშინდელი ტელევიზიები გენახათ? მაშინდელი ტელევიზიები. ნუ ეს იყო როგორ გითხრათ რა? საბავშვო ბაღის ზნეობრივ ნორმებსაც კი დააკმაყოფილებდა. აბსოლუტურად დაცლილი იყო ყოველგვარი უზნეობისაგან. ნუ გარდა იმ ყალბი პროპაგანდისა, რასაც ბოლშევიკი ითვალისწინებდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ პროპაგანდაში ზნეობრივი ნორმა იყო ხელშეუხებელი. ამან გადაარჩინა მას საქართველოს. თორე თქვენ გესმით 70 წელი რო ყოფილიყო დაბომბილი უზნეობით საქართველოს. დღეს რა იქნებოდა? დღეს აგერ 25 წელია ბომბავენ და რა დღეში ვართ. ასე რომ ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც 70 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა მაშინ, ეს აქ ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს. გამოსავალი რა არის? ეხლა გამოსავალი რა არის? გამოსავალი ის არის, რომ ჩვენ, მე გულისხმობ მღვდელი, როგორც მღვდელი ვსაუბრობ ეხლა, ჩვენ ქრისტიანობის სწორად წარმოჩენა ვეცადოთ საზოგადოების წინაშე. და მაგრამ ამისათვის საჭიროა მე სწორად დავინახო როგორც მღვდელმა ქრისტიანობა. რომ ქრისტიანობა ჩემთვის რაღაც წესების შესრულება, რაღაცის დაშვება და რაღაცის აგრძალვა კი არ არის. ღმერთი ცოცხალია და ის არის ჩვენთან.
და ის არის წყარო ბედნიერებისა, ის არის სისავსე ყველაფრისა, ყოველგვარი სიკეთისა და მასთან ურთიერთობა ადამიანს აბედნიერებს, ამ სოფელში და მარადისობაში გრძელდება. ეს ცოცხალი ურთიერთობის შესაძლებლობაა ღმერთთან და ამაზე ადამიანმა უარი როგორ უნდა თქვას? ეს არ არის რაღაცების აკრძალვა დაშვება, როგორც ხშირად ეს მithoma ქრისტიანობა. ხო და აი რაც მეტი ადამიანი იქნება ქრისტიანი, მეტ ნაკლებად იქნება შესაძლებლობა გამარჯვებისა ან სეკულარული საზოგადოების. სულიერ ცხოვრებაზე მინდა გკითხოთ, ლოცულობდი ტაძარში, დავდიოდი, ვცდილობდი ძალიან, მაგრამ გავჩერდი. ეხლა სიზარმაცეს ვერ ვერევი. ძალიან ბევრჯერ დავიწყე, მერე გავჩერდები. ეგრე გრძელდება. თავს რო ძალას აღარ მაქვს. უინტერესოთაც მეჩვენება. იმიტომ რომ ლოცვა არ იყო ლოცვა. მე არაფერს არ შემიძლია დავიჯერო, რომ ადამიანისათვის ეკლესიური ცხოვრება არის ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, მან ამის გემო გაიგოს და მე ამაზე უარი თქვას. აბსოლუტურად წარმოუდგენლად მეჩვენება რა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თავს ანებებენ, არის ის, რომ არ არის თავარი არ კეთდება. ანუ ღმერთი ხო პიროვნებაა. ჩვენც პიროვნებები ვართ. თავარი რა, რომ მე მასთან როგორც პიროვნებასთან დავიწყო პიროვნული ურთიერთობა. წარმოიდგინეთ 2000 წლის წინ პერიოდში რო ყოფილიყავით ჩვენ და ჩვენ თქვათ ვართ მორწმუნენი და ღმერთს ვეძებთ და ვიღაცას ეთქვა რომ ვინც თქვენ გწამ და ვისაც თქვენ ეძებთ ის ხო უნდა მოსულიყო, აი მოვიდა და აგერ გვერდზე სახში, გვერდზე სოფელშია. რა უნდა გვექნა? ხო უნდა მივსულიყავით. მე რა უნდა გვექნა? წაღაროთ ისევ დაუჯდომელ სხვა რა იღებდი ახლა და ან ეთყოდი მაცალე ახლა ცოტახანი მაცალე ქრისტე წავალ ხვალე ვიმარხულებ და მე მოვარშენ და დაგენახები. რას ვიზავდით? მთელი ხო გესმით? ანუ მასთან გვინდოდა მოწაფეობა, ურთიერთობა, საუბარი, სწავლა, მიბაძვა, ცოცხალი ურთიერთობა. აი ეს რო არ არის. იმიტომ გვბეზდება. დაი, ეგა. დიდი მადლობა. მე ვილოცვა იყო თუ რაღაც როგორ ვილოცოთ სწორად, როცა დრო გვაქვს ცოტა. მართალია რაოდენობა გარკვეულად ბევრ ამას ნიშნავს, მაგრამ თავარი მაინც ხარისხია. მაგ თქვა დილას მაგ 10 წუთი დრო. ეხლა ამასინათ ერთი ადამიანი რომელიც ძალიან დაკავებულია და ჩამორჩა და რა ვქნა მითხარ და მოვთხარი, აი ესეთ რამე გააკეთე. ძალიან ყდარებით მივდივარ, სახში არაფერს თავი არ მაქვს, მეთქი კარგი, დილას რომელზე ვიღიძებ? ხან 9-ზე, ხან 10-ზე, ხან 8-ზე, ხან 7-ზე გააჩნია, ანუ ისეთ პირადი საქმეები აქვს ისეთი და მევთხარი, აი ყოველთვის მოდი ესე გავაკეთე, ნახევარი საათი ხო არ მოკლავ შედალოცულო ვეუნები და აი თქვათ უნდა გავიღვიძო 8-ზე თქვათ, რომ 8-ზე თუ გავიღვიძე, ჩემ საქმეებს ვასწრებ. მოდი რა, ქრისტეს სიყვარულისათვის გაიღვიძე 8-9-ზე, 7-ზე 7-9-ზე, 9-ზე 9-9, ნახევარი საათი. წართვი ძილს და ქრისტე შეიძლება. აი დააყენე მაგვიძე რა, წამოდექი, დაჯექი პატარა სკამზე, დაინიშნე ნახევარი საათი დრო, ტაიმერი დააყენე, დახუჭე თვალები, ან სიმნელეში და დაიწყე. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. ყურადღება აქ. აი მე ნახავ, როგორი შედეგი გექნება. ასევე თქვათ მაგ 10 წუთი დილას 10 წუთი საღამოს. თქვათ იესოს ლოცვას ჯერ მიჩვეული არა ვარ და არ ვიცი. 10 წუთი მაქვს, 15 წუთი მაქვს, 20 მაქვს, 5 წუთი მაქვს. მეტი არა მაქვს. დაინიშნე ეს დრო ტაიმერზე დადე, აიღე ეს ტექსტი, თუ მაინდა-მაინც ტექსტით ხარ მიჩვეული ჯერ. ან შენი სიტყვებით, ან ტექსტი აიღე, ოღონ ეცადე რომ თითოეული სიტყვა ტექსტიდან, თქვა დილის ლოცვა იქნება, ხო? ან სულ ერთი. ან შენი სიტყვებით, ან იესოს თითოეული სიტყვა შენ საკუთრებად აქციო. ამისათვის უნდა გაიაზრო, გაითავისო და როგორც შენი მოთხოვნილება, შენი სულის მოთხოვნილება თქვა ღმერთის წინაშე. და კი არ თქვა, არამედ უთხრა. კი არ ვამბობ, არამედ გეუბნები. და ეს ყველაფერი მიმართულება, და მიმართულება არა აი მაგათ მე რო თქვენ გელაპარაკებით, ჩემი ენერგია აზრობრივი აქედან მოდის მაქეთკენ. მაგრამ როდესაც ღმერთს ელაპარაკები, არ შეიძლება ენერგია წავიდეს აქედან იქითკენ, არამედ სასופველი ღმერთი ყველგან არის, მაგრამ აქ მეძებეთო გულში უფალი ამბობს და ამიტომ აქ უნდა იყოს, აქ უნდა უთხრა, პასუხი აქ უნდა მიიღო, ამიტომ თავს ესე გუნავენ ხოლმე აქ. ეს მარტო სიმდაბლის ნიშანი კი არ არის, არამედ ეს ყურადღებას აქ გაქცევინებს უფრო მეტად.
გარეკავს ზარი. მორჩა. ის რომ ადამიანი ცდილობს ტექსტის წაკითხვას აქედან აქამდე, გინა ზიარების წინ, გინა დილას, გინა საღამოს არის არსობრივი შეცდომა. იმიტომ როგორც არ უნდა დრო გქონდეს, აი მაგ დრო 1 საათი მაგ კაცო დრო და ავიღებ და ახლა აქედან აქამდე წავიკითხავ. ადამიანის დაცემული ბუნება ისეთი ოხერია. და ჩვენს დაცემულ ბუნებაში ისი არაფერს არ უნდა ღმერთთან ყოფნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დრო გაქვს, მაინც ეცდები, რომ როცა იცი, ფსიქოლოგიურად ესეთი განწყობა, როცა იცი, რომ შენი გეგმა, მოდი ესე ვთქვათ, აქედან აქამდე ყველა სიტყვის წაკითხვა, შენი ბუნება ცდილობს რომ სიტყვები სწრაფად მოილიოს. მაგრამ როცა იცი, რომ ის 15 წუთი, 20 წუთი, თუნდაც ერთი რამდენი ხანიც არ უნდა იყოს, თუნდაც 1 საათი, 5 წუთი, რა ვიცი, როგორც რამდენიც შეგიძლია, ამას ხომ მიჩვევაცონა. როცა იცი, რომ ის დრო იქ უნდა იდგე და შენ თავს მისცემ ბრძანება, სანამ არ დარეკავს, მე ხო არსად არ მეჩქარება. აქედან ფეხს არ მოვიცვლი. მე უკვე შენ დაცემული ბუნება ვეღარ გატყილებს, იმიტომ რომ აქედან არ უშვებ. და ამიტომ უკვე ცდილობ და ახერხებ რომ ყოველი სიტყვა გაითავისო, უკან დაბრუნდე, გაჩერდე, ჩაუფიქრდე, ჩაღმავდე. სიტყვა გააჩერო საერთოდ, იფიქრო ღმერთზე. ეს მოგცემთ საშუალებას სწორად ილოცო. აი მე დრო უკვე ძალიან ამოგვეწურა. 7 წუთი დაგვრჩა. ბავშვებს აინტერესებთ უფალი, როგორ გავახაროთ, როგორ ვილოცოთ, როგორი უნდა იყოს მამა. მამა კაკი უნდა იყოს. რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ ძალიან ხშირად გონია, რომ შვილის მართლმადიდებლური აღზრდა ნიშნავს, რომ გინა თუ არა ლოცვები დააზეპირებინო, გინა თუ არა ამარხულო, გინა თუ არა ტაძარში მიიყვანო და ის ჩხავის, ტირის და მაინც იყავი გაუძელი. მართლმადიდებლური აღზრდა ნიშნავს ორ ამას. ბავშვი ოჯახში მუდამ უნდა იგულისხმებოდეს, ბავშვი ხედავს, ინტუიციურად გზნობს. ოჯახში უნდა იგულისხმებოდეს ღმერთი, რომ არის ოჯახში. უფალია ოჯახში. და ამის დასტური უპირველეს ყოვლისა მშობლები, როგორც მაგალითი. ქრისტე, აი, ნათელი ოჯახისთვის იყავი, ჯერ შენი შვილებისთვის იყავი, კაცო. ანუ მაგალითი. და მესამე, ქრისტიანული ზნეობა. ზნეობა ქრისტიანული. აი მაგალითად, სუფრაზე ზიან, ხო? მამა, დედა, ბავშვები და ბებია. განსაკუთრებით სიდედრი თუა და თქვა დადეს ქათამი სუფრაზე დაჭრილი. ხო და ეს მოვიდა სიდედრი და უცებ აიღო ყველაზე მაგარი ნაჭრები რა, თეძო ბარკალი რაღაცა და უცებ აიღო და ბავშვებს დაულაგა. ეს არის გარყონა ბავშვების. მე მახსოვს ეს ბევრი არაფერი არ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, რაღაცა მახსოვრობიდან ამოვარდილია ბევრი რამე, მაგრამ აი ეს როგორ მახსოვს იცი რომ მამა ჩემი სიდედრი, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ბებია, ხო? რაღაცას დადედა ხო და მამა ჩემი ეგრევე დაუცაცხანებდა ხოლმე და იმას კაგნაჭერს გორზე გადადებდა. გესმით? ბავშვმა უნდა იცოდეს რომ აი თუ ესე გაზდი ბავშვი შეიძლება ბავშვისთვის არ გვინა, ისის გვინა, მაგრამ ისეთი ფორმით უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი ვერ მიხვდა, რომ ყველაზე კარგი მას დაუდეს, ეს არ უნდა იცოდეს ბავშვი. პირიქით მეცაც გეტყვით, აი სიდედრი და თქვა ცოლიც კი ყველაზე საუკეთესო უნდა დაუდონ მამას. რატომ მამას? იმიტომ რომ მამა ოჯახის მარჩენალია, მამა ოჯახის თავია, მამა ზნეობრივი მაგალითია. და როგორც ოჯახის უფროს, დედას რომ ბავშვმა ისწავლონ პატივისცემა, ბავშვმა ისწავლონ სიმდაბლე, იმიტომ რომ დამერწმუნეთ თეძოს და ბარკალზე უფრო მნიშვნელოვანი სიმდაბლის სწავლა. ეს პედაგოგიური მოსაზრებით, თორე სინამდვილეში რა თქმა უნდა ბავშვებს უნდა მისცე, აბავის უნდა მისცე, მაგრამ აი ეს მაგალითი მოვიყვანე, რომ ბავშვები არ გაიზარდონ ეგოისტებად. ბავშვებში არ დომინირებდეს მე მინდა და როგორ, კი გინდა, მაგრამ ეგრე არ არის. მაგრამ აქ იმპერატიული ტონით საუბარი, აქ ესე იგი მით უმეტეს რაღაც ბარბაროსული მეთოდებით, გესმით, პიროვნული თავისუფლების შელახვით არაფერი არ გამბოვა. ის შენ ტოტახანი დაიმორჩილებ, იმიტომ რომ დატუქსავდა რაღაცა, რომ გაიზდება. ხო, ის მე რა გიქნევს ხელს და კარგად იყავიო გეტყვის. არა, მაგალითი, ზნეობრივი მაგალითი. ბავშვები ხომ არიან სულიერად და სუფთა და ბოროტ ცხელი არ აქვს მათზე. მაშ რატომ ხდება, რომ ხშირად უარს ამბობენ ზიარებაზე?
ცოცხალი თავი თავს არ არის მასა, ბავშვი არ არის სუფთა დაფა. პირიქით, მეცას გეტყვით, არა, პირიქით კი არა, ბავშვი პიროვნულად უმანკოა, როგორ არა? ბავშვმა არ იცის დეფინიციას ვერ აკეთებს, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება. ამიტომ მისი ქმედება სულ სპონტანურია, პასუხისმგებელი არ არის. არ არის. მაგრამ ბავშვის დაცემული ბუნება აქვს და მეცას გეტყვით, აღზრდის ერთ-ერთი მთავარი მომენტი რაში მდგომარეობს, რომ ბავშვი თავის დაცემულ ბუნებას ვერ აკონტროლებს. ისე როგორც დიდი აკონტროლებს. ამიტომ მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს თავისი დაცემული ბუნება დაინახოს და გააკონტროლოს და ასწავლოს კონტროლი. რომ შვილო, აი ესე მოქცევა არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ცუდი. და უნდა მოიქცია ასე, იმიტომ რომ ეს არის კარგი, ეს დეფინიცია არ აქვს ბავშვს, კარგის და ცუდისა შენ ეგ უნდა ასწავლო და დაეხმარო, რომ ცუდი არ გააკეთოს, კარგი გააკეთოს. იმიტომ რომ ცუდს ის ვერ აკონტროლებს. და ზიარებაზე უარის თქმა ძალიან ხშირად ამის მიზეზი ოჯახია. ოჯახური გარემოა. იმიტომ რომ ოჯახში თუ არავის არ სწამს, სინამდვილეში თუ შეიძლება ფორმალურად არიან ეკლესიურები. მაშინ ბავშვმა შეიძლება უარი თქვას. ადამიანს ბოროტ და ბილწ აზრებს, ბოროტი რომ აწვდის, მაგრამ თვითონ დაცემული ბუნებაც ხომ შეიძლება დაცემმა ბუნებამაც ხო შეიძლება გაგვიჩინოს ცუდი აზრები. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთსაგან? ანუ როგორ გავარჩიოთ ეშმაკის მოქმედება და დაცემული ბუნების მოქმედება? სულაც არ არის ამის გარჩევა საჭირო. ორივე ერთი ოხერია. ორივეს უნდა მიაფუთხო, ფუი ეშმაკს და მორჩა. და ესენი ისე მეგობრობენ ერთმანეთთან, რომ დაცემული ბუნება არის პლაცდარმი და ვნებები არიან აეროდრომები. იმ მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა, რომელიც მე ჩვენ გვბომბავენ. ანუ ის ისლამური სახელმწიფო, რომელიც ქრისტიანებს ებრძვის ჩვენშია. და ეს ბრძოლა ამიტომ არის ასკეზა ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი მარხვა ზოგს დიეტა როგორია, ხო? მარხვა ეს არის ბრძოლა საკუთარ დაცემულ ბუნების გამოვლინებებთან, ნებებთან და მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ აეროდრომებს უნგრევთ, უშლით ბოროტს და თუ ისინი აღარ იქნება, ამიტომ მათ ასაყდენი აღარ აქვს. ეს არის. როგორი სინამდვილე უნდა ახდეს ახსარების საიდუმლოებას? ცოტა რამ სამოთხის შესახებ. სამოთხეზე გითხარით, მეოთხე სამებაში. სამოთხე არის ღმერთთან ყოფნა. სადაც ისეთი სიხარული განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც არ თვალს უხირავს, არც ყურსმენია, არც გულს შეხებია, პავლე მოციქული ესე ამბობს. და უფალი ამბობს, სიცოცხლეზე უფრო მეტია. რაც შეეხება ახსარების საფუძველი და სინანული, ეს არის მეტამორფოზა, რომელიც არის პროცესი წერტილიდან, საწყის წერტილიდან ღმერთისკენ და საწყის წერტილი ეს არის ადამის მდგომარეობა, ანუ ჯოჯოხეთისში ყოფობის განცდა. აი ეს არის სინანული, ეს არის. თუ ადამიანის მდგომარეობას ვერ ხედავ, შენი ახსარება ყოველთვის ყალბი იქნება. ეს ყოველთვის იქნება იუდას ახსარება. რომელმაც იუდას სინანული, რომელმაც შეინანა და თავი ჩამოიქჩა. არსებობს თუ არა ბედისწერა, ხშირად გაგვიგია, რაც გიწერი არ აქცდებაო. შენი ბედისწერა ეგრე ყოფილაო. თუ ბედისწერა არსებობს, მაშინ არ არსებობს ღმერთი. ხო ხვდებით რატო? რა არის მარხვა? რას გამოვხატავთ ამით? აუცილებელია თუ არა მისი დაცვა მორწმუნე ადამიანისათვის? მარხვა ეს არის მრავალი მიზეზი აქვს. ერთი რამე გითხარით წეღან, რომ მარხვა ეს არის საკუთარ ვნებებთან ბრძოლა, დაცემულ ბუნების გამოვლინებებთან. მარხვა ეს არის ჩემი პიროვნების გამარჯვება საკუთარ ბუნებაზე, საკუთარ უკეთურნებაზე და მარხვა ეს არის ღვთისადმის სიყვარულის გამოვლენება, ერთგულების გამოვლენება. და ეს იწყება ყველაზე პატარით. კუჭთან და გემოსთან ბრძოლით. მრავალი ქართველი დედა დღეს საქართველოს ფარგლებს მიიღმა. ხშირად ამბობენ ისინი, რომ სხვა გზა არ აქვთ. გადის წლები და მრავალი ქართველი ბავშვი უდედოდ იზრდება. სხვა გზა არ არის. ამიტომ გაქცევა გამოსავალია. არის შემთხვევები, როდესაც მიდიან უკეთესი ცხოვრებისთვის, ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ ხანდახან მიდიან მართლა გადარჩენისათვის და მათ ჩვენ ვერ განვიკითხავთ, მაგრამ ხელისუფლება ამაზე უთხრებოდა მონაზრუნავდეს. როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როცა ხედავს, რომ მასზე უფროსი არასწორად იქცევა, ან არასწორად აკეთებს საქმეს. უფროსობის გამო არ უნდა თავისი ქცევის აღიარება. ფაქტების მიუხედავად საქმეც არ კეთდება. ხო, იერარქიული მორჩილება სამყაროში არსებობს. ძალიან ძნელია, რომ მშობელს შვილმა ასწავლოს
ძალიან ძნელია სამსახურში თანამშრომელმა უფროს ასწავლოს, ძალიან ძნელია მღვდელმა ეპისკოპოსს ასწავლოს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი და თუ ადამიანს ექნება საცტური ამ ყველაფრის რევოლუციური ცვლილებისა უფრო დამანგრეველი აღმოჩნდება ხოლმე ეს ყველაფერი, მე მაინც ესე მგონია რომ ამ დროს უნდა ვიყოთ მაგალითი უფროსისთვის და ჩვენი საქმე ჩუმად ვაკეთოთ. და საქმე თუ ბუჭდება, რა ვიცი. მე ესე მგონია რომ ჩვენ საქმეს თუ ვაკეთებთ კარგად ჩვენს ფარგლებში, მაშინ მაინც რაღაცა გამოვა და შეიძლება. ეხლა რადგან ერთი კითხვა უნდა თქვა და მეტი არა, როგორ აკეთებენ ბავშვობაში, როგორ იყო ესე ხო? ან ესე კაცო. ესე და რომელიც მომხდება. ესე. როგორ ურთიერთობაში უნდა იყვნენ მოძღვარი და მრევლი? მადლობა ღმერთს, კაი კითხვა ამოვიდა, პასუხი არის მოკლე, მაგრამ ძალიან ვფიქრობ მნიშვნელოვანი. იმიტომ კი არა რომ მე ვამბობ, იმიტომ რომ ესეა ქრისტიანული სწავლება. მოძღვარი უნდა გავდეს იოანე ნათლისმცემელს, რომლის მისია იყო ადამიანისათვის ეჩვენებინა, დაენახვებინა ქრისტე, მიმართულება მიეცა, პრინციპში მიეყვანა, მოემზადებინა ამისთვის და თვითონ მე უკან გადმოედგა ნაბიჯი, უკან. როგორც ამბობს იოანე უფალზე, რომ მასთან მომატება და ჩემთან მოკლება. თუ მოძღვარი ამას არ აკეთებს, მოძღვარი საკუთარი თავიდან ქმნის კერპს. თუ მოძღვარი ამას აკეთებს, ანუ იოანე ნათლისმცემელივით იქცევა, მისი სულიერი შვილები იზრდებიან ისე, რომ მათ აი ეს საბავშვო ბაღის დამოკიდებულება მოძღვართან აღარ სჭირდებათ და ისინი უკვე როგორც დასრული შვილები თავადაც ახერხებენ სწორად ქრისტესაკენ სიარულს, მთელი თავის სრული დასრული ადამიანის პასუხისგებლობით. ანუ როგორც მშობელია ისეთი კარგი, რომელიც შვილებს ისე გაზრდის, რომ მე შვილები ამ მშობლების გარეშეც კარგებად რჩებიან, ასევე ის მოძღვარია კარგი, რომელიც შვილებიც, სულიერი შვილებიც ამ მოძღვრის გარეშეც უკვე კარგი ქრისტიანები არიან. გესმით? ეს არის. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა თავად სულიერი შვილის დამოკიდებულებაც იყოს სწორედ, რომ სულიერ შვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ეკლესიაში მოვიდა არა კარგი მოძღვრისათვის, არამედ ქრისტესთვის. იგი მოვიდა ეკლესიაში, რომ ქრისტე მისი მოძღვარი გახდეს, ქრისტე ჩვენი მოძღვარი უნდა გახდეს. და თუ მე მოვედი ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩემი მოძღვარი გახდეს ქრისტე, მაშინ მე ყოველთვის ვიპოვი იოანე ნათლისმცემელს, პირობითად ვამბობ. იგავური სახით. ყოველთვის ვიპოვი იმ იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მე ქრისტესთან მიმიყვანს და ის იოანე ნათლისმცემელი ჩემი მოძღვარი გახდება. და თუ მე ქრისტეს არ ვეძებ ეკლესიაში და თუ მე არ მინდა რომ ჩემი მოძღვარი უშუალოდ ქრისტე გახდეს, მე ვერასოდეს ვერ ვიპოვი კარგ მოძღვარს. თუნდაც ის კარგი იყოს, ის ჩემთვის კარგი არ იქნება. და კაისა და ცუდის გარჩევაც არ მექნება. იმიტომ რომ მე არა ვარ ქრისტესათვის მოსული. მე მოსული ვარ რელიგიური გზნობების დასაკმაყოფილებლად. ანუ აქ საჭიროა როგორც სულიერი შვილის, ისე მოძღვრის სწორი ხედვა. სხვა შემთხვევაში უფალი ამბობს, ბრმა-ბრმას აეკიდაო და ორივე ორმოს ჩავარდაო. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.